წარადგინა ონლაინ ენციკლოპედია სახელად გროკიპედია, რომელიც უნდა იყოს ვიკიპედიის ალტერნატივა. მან ამის შესახებ კომენტარი პლატფორმა X-ზე გააკეთა, რომელიც ასევე ილონ მასკს ეკუთვნის. ამჟამად გროკიპედიაზე დაახლოებით 800,000-მდე სტატია არის გამოქვეყნებული, მაშინ როდესაც ვიკიპედიაზე წლების განმავლობაში უკვე 7 მილიონზე მეტი სტატია დაგროვდა. გროკიპედიაზე სტატიებს ქმნის და წერს გროკი, ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ასევე ილონ მასკის კომპანია XAI-ს ეკუთვნის. მაშინ როდესაც დღეს ყველას შეუძლია ვიკიპედიაზე დაწეროს სტატია და დაარედაქტიროს ის, გროკიპედიაზე ამას აკეთებს ხელოვნური ინტელექტი, იგივე AI. ჯერჯერობით უცნობი არის, რამდენად შეეძლებათ, რა მასშტაბის იქნება მომხმარებლების რაოდენობა, რომელსაც შეეძლებათ გამოაქვეყნოს სტატია გროკიპედიაში და შეცვალონ რამდენიმე სტატია თუ ჩათვლიან, რომ არის შეცდომა, პარამეტრების მიხედვით მომხმარებელს შეუძლია მიწეროს გროკს, რომელიც შემდგომ შეცვლის სტატიას თუ მასში აღმოაჩენს გარკვეული ტიპის შეცდომას. კონსერვატორები ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე დიდი ხანია ლაპარაკობენ იმის თაობაზე, რომ ვიკიპედია არის მიკერძოებული და მათი შეფასებით ვიკიპედიაზე ქვეყნდება ისეთი სტატიები, რომლებიც ლიბერალებს წარმოაჩენს უფრო დადებითი კუთხით, ვიდრე მემარჯვენეებს. თავად ილონ მასკი აცხადებდა, რომ ვიკიპედია არის ულტრამემარცხენე აქტივისტების კონტროლის ქვეშ, წლების წინ ამბობდა ის ამას. პლატფორმა X-ზე მომხმარებლები აღნიშნავენ უკვე იმ დიდ განსხვავებას, რომელიც არსებობს ვიკიპედიასა და გროკიპედიას შორის. თავად ილონ მასკის სტატიასთან დაკავშირებით, მაგალითად, ვიკიპედიაში ის მოხსენიებულია როგორც პოლარიზებული ფიგურა, რომელიც გაუკრიტიკებიათ არამეცნიერული და შეცდომაში შემყვანი განცხადებების გაკეთების გამო, ხოლო გროკიპედიაში ილონ მასკზე ვკითხულობთ, მან გავლენა მოახდინა ფართო დისკუსიებზე ტექნოლოგიურ პროგრესთან დაკავშირებით და ასევე ინსტიტუციურ მიკერძოებებზე. აღსანიშნავია ის, რომ ილონ მასკის პოსტები, რომელიც გამოუქვეყნებია მას თავისივე პლატფორმაზე, თავად გროკს, ანუ ხელოვნურ ინტელექტს არაერთხელ შეუსწორებია манипуляციისა და შეცდომაში შეყვანის გამო. განსხვავებების გარდა არის, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მსგავსება, როგორც აღნიშნავენ ექსპერტები, ზოგიერთი პარაგრაფი პირდაპირ არის გადმოკოპირებული ვიკიპედიიდან გროკიპედიაში და ვიზუალურადაც და თავისი სტილითაც რაღაც მხრივ გროკიპედია ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში გავს ვიკიპედიას, რაც შეეხება თავად ვიკიპედიას, ვიკიპედია არ ეკუთვნის კომპანიას, ის დამოუკიდებელია და მას მხარს უჭერს ათასობით მოხალისე, რომლებსაც დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს საკუთარი პროექტის მიმართ. ასეთი კომენტარი გააკეთა ვიკიმედია გერმანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ფრანცისკა ჰაინემ. ამ ამბავთან დაკავშირებით ორგანიზაცია ვიკიპედიას აღწერს როგორც რადიკალურად გამჭვირვალეს, ყველას შეუძლია გაიგოს საიდან მოდის ცოდნა და რა რედაქტირება განხორციელდა, სწორედ ეს ქმნის ნდობას. ასეთი კომენტარი გააკეთა ვიკიპედიაში.